მაგარი სიგიჟე იყო რა. დღევანდელი თამაშის წესები შემდეგია. თქვენ უნდა გამოიცნოთ ფეხბურთელი მისი კარიერით. ფეხბურთელის გამოცნობა ერთი ქულაა და თითოეული კლუბის სწორად დასახელება ასევე დამატებითი ქულებია. აბა დავიწყოთ? რაფინია. არა. მაგრამ გააგრძელე. რა კაი შანსი იყო არა და ეგრევე გამესროლა. რენში დაწყებული კარიერა რენი ორში, მეორე გუნდში. ბევრი გოლი აქვს გატანილი, ფორვარდია. რენის მეორე გუნდის შემდეგ 15-16-ში თამაშობს რენში. ნამდვილად რენში თამაშობდა. 17-23-ში თამაშობს ლიდსში. არ არის სწორი. პარის სენ-ჟერმენში შეიძლება თამაშობდეს, იმიტომ რომ რენი 2-დან იწყებს კარიერას. ეს ფეხბურთელი ჩემი აზრით არის უსმან დემბელე. დემბელე? უსმან დემბელე? უსმან დემბელე. დემბელე. სწორია. უსმან დემბელე, ეხა გვინდა ესე იგი არ გვაქვს ნათქვამი 2016-17 წლის გუნდი. ეხა სად არის? დორტმუნდი და პარის სენ-ჟერმენი. სწორია. 2017-2023-ში ბარსელონაში. ეს ფეხბურთელიც ვიცი. შემტევია მაინც დიდი ალბათობით, შემტევი ტიპის ფეხბურთელია და ინტერში უბრალოდ ბენჩზე ზის. 2022-დან მილანის ინტერი. ეხლა ისევ ლიგაზეა, ბუნებრივია და რომაში ქონდა იჯარა. არნაუტოვიჩი. არა. ტარემი? არა. რადგან რომაში იჯარით აქ ნათამაშები და თან მერე მანდედან მოხვდა მილანის ინტერში, გავს ჰენრი მხითარიანს. არ მინდა რომ ვიჩქარო, მაგრამ ჰენრი მხითარიანს გავს. აბსოლუტურად სწორი ხარ. ხითარიანი. ხითარიანი? მხითარიანია? ხეთარიანი. 2018-2020 არ არის მანჩესტერ იუნაიტედი? არა. კაი, 16-18 ხო არის? კი. 20-22 არის რომა უკვე სფემით, კონკრეტული სფელით და არა იჯარით. 2006-2009 მოდი იყოს დონეცკის შახტარი. არა. კაი, ეს იყოს არარატი მაშინ. არ არის სწორი? არა უშო, შემდეგი მითხარი. ბანანცი. მე ვიცი, მთელი სომხური გუნდი. არც ბანანცი არ არის. 10-13 იყო შახტარი. კაი, 2013-2016 არის დორტმუნდის ბორუსია. კი. 16-18 არსენალი? არა. 13-16 არსენალი? არა. რანაირად? 16-18 იყო მანჩესტერი და 18-20 არსენალი. სწორია. ჯერის იყო მე ეს დამავწყდა იქ. ერთი სომხურია და ერთი ფრანგული, არ მახსოვს. მეცი? არა. ილიჩევეცი. არა. მარიუპოლი. არა. არარატი. არა. სომხური გუნდიდან დაიწყებ და არა ბიჭო, სადღაც უცნაურ გუნდში აქ ნათამაშები ამკა. არარატში? არა. 2006-2009 ვეცდები გავარტყა და იმით დავიტოვე რომ კარიერას იწყებდა პიუნიკში. სწორია. 9 არ ვიცი, ნახდეთ. შეიძლება მითხრა, იმიტომ რომ აზრე აქ ყოველ სამაში ვერავარ. დონეცკის მეტალურგი. ოკეი, ხო, არა. What? სამბო ბონიფეისის გუნდია? სამბონიფაი გეზე. უკეთრავად ვინ არის? სამბონიფა ჩეზაში ვინ თამაშობდა რაც. კაი, მაგ ვარიანტი. არსენალის მოქმედი ფეხბურთელი, რომლის კარიერაც იწყება 2010 წელს. ნუ იტალიელი უნდა ავიღო რა, რადგან ზამბონიფაჩეზე არის. ცოტა გოლი გააქვს აშკარად. კაი, ალფიორი. რა თქმა უნდა არა. კაი, ჟორჟინიო. ჯორჯინიო. კაი, ჟორჟინიოა? ჟორჯინიო. ჟორჟინიო. სწორია. ჟორჯინიო 2014-2018 წლამდე იყო ნაპოლიში. პირველი გუნდი არის ერთ წელს გაძლევ მარტო. მილანი. არა. აი, უჭველი იტალია. ემპოლი. არა. ვერონა. სწორია. სწორია, ბრავო. 2018-დან 2023 წლამდე იყო ჩელსიში და კარიერა შემთხვევით ხო არ დაიწყო ვერონაში. სწორია. ეს არის მართო მინიშნება, გადაირიე? გეტყვი რომ ეს ფეხბურთელი ახლა ჩემპიონთა ლიგაზეა ის. ოკეი, ვიტორია გიმარაისში დაწყებული და მან B გუნდში კარიერა, მადლობა. 2016 წელს. კაი, ბრაზილიელია მოკლედ ეს. ეს ბიჭი. 65 თამაში 19 გოლი. შემტევისთვის ზედმეტად მოკრძალებული სტატისტიკა აქვს რა. შემტევი არის. ანუ დებილი შემტევი არის უკვე. აი, სახელს რო გაიგებ ძალიან მაინტერესებს მე რა მოხდება. დამ ეს არ არის მარტივი ნამდვილად. დავით. ვინ არის? რაფინია. სწორია. ბარსელონაში ბრაზილიელი გახსენება ვინმე? რაფინია? რაფინია. სწორია. რაფინია. სწორია. ეხა სად არის? ბარსელონაში. ლიცი. ნამდვილად. ეს კაცი რენშიც იყო, ლანსში იყო თუ რენში? აუ მერეო, ფრანგული გუნდი მე. ერთ წელს მოგცემ. მაშინ პირველი რაც ვიტყოდ ის იქნება რენში. სწორია. სპორტინგი იყოს. სწორია. ერთი კლუბი დაგვრჩა. 16-18 სად იყო?
ვიქტორია გიმარაეშის ბეგუნდი წერია და მე ვფიქრობ ისეთი გუნდი რომელია რა კარგია ვიქტორია გიმარაეშის დიდი გუნდი პირველი გუნდი გეტყვი რომ ეს ფეხბურთელი აღარ არის ლიგაზე. გავარდა არსენალთან ვა, კი. და ეს არის რუდიგერი. ნამდვილად. ეს ფეხბურთელი ძალიან უნდა გავდეს ვანი რუდიგერს ანტონიო რიუდიგერი. სწორია. რუდიგერი პატარა ამისთვის, მაგრამ შტუტგარტში აქვს და რომაშიც იყო. ანტონიო რიუდიგერი 12-16 შტუტგარტი 16-17 მე მგონი რომამ გამოისყიდა. ნამდვილად. 2017-2022 ლონდონის ლურჯი ნაწილი, ანუ ჩელსი. 22-დან რეალი. და ბოლო ფეხბურთელი. სკოვის ლოკომოტივია მინიშნება? მოსკოვის ლოკომოტივი. კაი ხო. იგრე-იგრე არ გამახსენდა ეგ არის საინტერესო. კვარა ეს ხვიჩა კვარაცხელია, 2017-18 დინამო თბილისი. კარგად გაიხსნა რუსთავში 18-19. მე 19-22 რუბინი. დინამო ბათუმი 22-25 ნაპოლი. 25 არის პარი მაგარი სიგიჟე იყო რა.